UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ბრუნდება სამშობლოში, რათა სათავეში ჩაუდგეს რაფის პირველ ღონისძიებას საქართველოში, სადაც ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. ყოველთვის დიდი პატივია მერაბ დვალიშვილთან საუბარი. მერაბ როგორ ხარ? ფანტასტიკურად ძმაო, შენ როგორ ხარ? ცხადია ამას დიდი ხანია ველოდით. ვიცი რომ ძალიან დიდი ხანია გინდოდა საქართველოში ასპარეზობა. იქნება ეს ჩხუბი თუ ჭიდაობა. როგორ გაგიხარდა როცა გაიგე რომ ტურნირი საქართველოში ტარდებოდა. ეს ძალიან დიდი მოვლენაა ჩემთვის და ძალიან დიდი მოვლენაა ჩემი ქვეყნისთვის და ძალიან მიხარია რომ ეს საქართველოში ხდება. მადლობელი ვარ და მოუთმენლად ველოდები შეჯიბრს. გრაფში შენი წინა მატჩი აშკარად ძალიან წარმატებული გამოდგა. როგორი გამოცდილება იყო? რადგან ვიცი, ბევრჯერ გითქვამს MMA-ის მებრძოლი ვარ, მაგრამ ჭიდაობა შემიძლიაო. როგორი იყო უშუალო ჭიდაობაში ხელახლა დაბრუნება? კარგი იყო, კარგი გამოცდილება. ჭირდებოდა ეს, რადგან ჩემი ბაზა თავისუფალი ჭიდაობა არ არის. მე ძიუდოისტი და სამბისტი ვარ. MMA-ში ჭიდაობას ძალიან ბევრს ვიყენებ, მაგრამ ასეთ დონეზე სულ სხვა წესებია. თუმცა კარგად ვიასპარეზე. საკუთარი თავით ვამაყობ და ახლა იგივე უნდა გავაკეთო ოლიმპიური ჩემპიონის სეხუდოს წინააღმდეგ. როგორ ფიქრობ, ახლა უფრო მეტ წნეხს გრძნობ? ჰენრი მაინც ოლიმპიური ოქროს მედალის მფლობელია. თან შენს მშობლიურ ქვეყანაში გამოდიხარ და ცხადია გინდა, რომ საქართველოში მაქსიმუმი აჩვენო. დიახ, წნეხი ნამდვილად არის. ჩემს ქვეყანაში 2010 წლის შემდეგ აღარ მიასპარეზია. ძალიან ამაღელვებელი იქნება, მაგრამ შეიძლება ცოტა სტრესულიც აღმოჩნდეს, რადგან ჩემი ხალხის წინაშე წაგების უფლება არ მაქვს. თული იქნება. მახსოვს, როცა ჰენრის მოუგე, ისევ და ისევ MMA ჭიდაობა არ არის. მახსოვს, ჰენრი ამბობდა, რომ მას პარტერში ვერაზრს გადაიყვანდი. ვერ აჯობებდი ჭიდაობაში, მაგრამ შენ ეს შეძელი. ახლა ცხადია სხვა სიტუაციაა, მაგრამ ფიქრობ, რომ მენტალურად მცირე უპირატესობა გაქვს. ის ხომ არ ელოდა, რომ ჩხუბში ძირს დააგდებდი. შენ კი ეს რამდენჯერმე შეძელი. ვინ იცის, შეიძლება არის უპირატესობა, შეიძლება არა. იქნება ახლა რევანშის აღება უნდა იმ წაგებისთვის და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს ვარჯიშობს რომ ჭიდაობაში მომიგოს. ასე რომ ნახოთ ის საუკეთესოა ჭიდაობაში. მე კი მაქვს უპირატესობა რომ ჩემს სახლში საქართველოში გამოვდივარ, მაგრამ მისი უპირატესობა ისაა რომ ეს მისი სპორტია, ჭიდაობა. ნახოთ რა მოხდება. თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ბედნიერი ვიქნები ჩვენი მატჩის შემდეგ. მოვიგებ თუ წავაგებ, ვაპირებ ჰენრი საქართველოში დავათრო. ბევრი კარგი ქართული საჭმელი ვაჭამო და ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა ვაჩვენო. ჰენრის მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. ის კარგი ათლეტი და კარგი მამაა. ვიცი რომ ედგართან მატჩში ცხვირი ისევ გაიტეხე და თქვი რომ სულ ასე გემართება. შეიძლება გკითხო ახლა როგორ გაქვს ცხვირი. ეს ერთ-ერთი იმ დეტალთაგანია, რაც სულ მეორდება, სანამ ერთ დღესაც ოპერაციას არ გაიკეთებ. თუ უბრალოდ უკვე მიეჩვიე, რადგან აღნიშნე რომ ხშირად გემართება ხოლმე. კი, ჩემი ცხვირი ახლა კარგადაა, შეხორცდა, მაგრამ კიდევ თუ გატყდება, უკვე სულ ერთია აღარ მადარდებს. არა, კარგად ვიქნები, ყველაფერი რიგზე იქნება. ახლა შენ, რა თქმა უნდა, შენ სამშობლოს, საქართველოს წარმოვადგენ, მაგრამ ვიცი რომ 2 კვირის წინ თეთრი სახლის ქარდზე იყავი. როგორი გამოცდილება იყო? ძმაო, ყველაფერი კარგად იყო. მთელი კვირა უდიდესი გამოცდილება აღმოჩნდა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა ფანებთან. პირველად ვიყავი ვაშინგტონში და მთავარ ბრძოლამდე დრო ძალიან კარგად გავატარე. ჩემმა ძმამ ილიამ სამწუხარო წააგო, მაგრამ მაგარი ბრძოლა აჩვენა. ძალიან ძლიერი იყო. სამწუხაროდ ილია პირველი რაუნდიდან ფაქტობრივად ბრმად ჩხუბობდა. გონი ერთ მომენტში ჯასტინ გეიჯიმ აი ასე მოიქნია ხელი და თვალში თითი ჩაარტყა. რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ამის შემდეგ ორივე თვალით დაბრუნავდა, თუმცა ჩხუბს მაინც აგრძელებდა და პარტერში ჯასტინის დაფინიშებასთან ახლოს იყო. დააგდო კიდეს. ილიას რომ ჰამერფისტების, ან უბრალოდ დარტყმების როლა გაეგრძელებინა, შეეძლო და ეფინიშებინა, მაგრამ მან საბიშენით მოგება არჩია. ჯასტინმა კი როგორღაც გადაერჩინა თავი და მძიმე ბრძოლა გამოვიდა. ვამაყობ ჩემი ძმით, ილიათი. მან უდიდესი ბრძოლა აჩვენა. ჯერა კიდევ რომ იჭყობონ, ილია 10-დან 9-ს მოუგებს, მაგრამ იმ დღეს უბრალოდ ჯასტინ გეიჯის მომენტი იყო. იმედია ჯასტინის სპორტიდან არ წავა. ილიას რევანშს მისცემს და რევანშში მჯერა, რომ ილია მოიგებს. თუმცა ორივე ძლიერი მებრძოლია. ჯასტინი მართლა ძალიან ძლიერად ურტყამს. ის ან აგდებს ხალხს ნოკაუტში, ან თავად ვარდება. აი ასეთი ტიპის მებრძოლია. დიდ პატივს ვცემ მას. საშინლად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. მას შემდეგ სტრესში ვარ. ინტერნეტში კომენტარებს ვკითხულობ, განსაკუთრებით ჩემს ქვეყანაში რაც ხდება. და ეს ძალიან მტრგუნავს ძმაო. ნორმალურად არც კი მძინავს. სოციალურ ქსელებს რომ ვამოწმებ, იმდენი ლაპარაკია, იმდენი სისულელე და ხალხს ისეთი გიჟური აზრები აქვს. რთულია ეს ყველაფერი. ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ვიცი რომ ის ძალიან ძლიერი დაბრუნდება. ეს შეიძლება ღვთისნებაც იყოს. მე მწამს ღმერთის და ღმერთს ილიასთვის უკეთესი უნდა. როგორც ვთქვი, 10-დან 9 ჩხუბს ილია მოუგებს, მაგრამ ამჯერად ჯასტინს ულოცავ გამარჯვებას. არ ვიცი ესაუბრე თუ არა ილიას, მაგრამ ალბათ ნახავდი ხალხი ინტერნეტში რაც წერს. ამბობენ რომ ის შეიძლება ძველებური ვეღარ დაბრუნდესო. თუმცა როგორც ჩანს, შენ დარწმუნებული ხარ რომ ილია ძლიერი დაბრუნდება. თვალში თითის მოხვედრა ახსენე. ეს ხომ ისეთი რამაა, რასაც ვერ გააკონტროლებ, არა? ეს არ ყოფილა ისეთი წაგება, უბრალოდ რომ გაჯობნო, როცა თვალის ტრა მოგაქვს, ან რამე მსგავსი. ასე რომ გჯერა იმის, რომ ილია იმაზე უკეთესი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ზუსტად ისეა როგორც თქვი, როცა თვალში თითს გახვედრებენ, ან აი ეს ძვალი ხდება, ფაქტობრივად ბრმავდები.
და ამან ბრძოლის მსვლელობაზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს იყო მთავარი მიზეზი. ილია ბრმად ჩხუბობდა. თავად ილიამაც ეს თქვა. მე უდიდესი რწმენა მაქვს. დიახ, ილია არა მხოლოდ დაბრუნდება, არამედ კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება. ის უზომოდ მოტივირებული იქნება. ის განსაკუთრებულია. როცა ვამბობ, რომ განსაკუთრებულია თქო, ეს ყველამ ვიცით. რადგან ბევრჯერ დაამტკიცა. უბრალოდ ეს მისი ღამე არ იყო. როგორც აღვნიშნე, რამდენიმე რამ დაემთხვა. თვალში თითი მოხდა, ძვალი და მგონით ცხვირიც გაუტყდა. რამაც ჩხუბზე იმოქმედა, მაგრამ ახლა ის დაბრუნდება, თავის კამარს დაებრუნებს და მოგებათა სერიას გააგრძელებს. მომწონს ეს მიდრომა. აქვე კითხავ, შენომალიძე რას ფიქრობ? ვიცი რომ მასგულში მატკივრობდი. ის გამოვიდა და შესანიშნავი პერფორმანსი აჩვენა. ცხადია მან აიმან ზაჰაბი დაანოკაუტა. ის კი შენი დივიზიონის მებრძოლია. რას ფიქრობ შენის პერფორმანსზე? ძალიან მიხარია შენომალის გამარჯვება. მან შესანიშნავად იასპარეზა. ზაჰაბი მართლაც შთამბეჭდავად დაანოკაუტა. მიუხედავად იმისა, რომ პიოტრიანი გამოიწვია და მესმის მისი, მაინც მიხარია და პატივს ვცემ. ძალიან ბედნიერი ვარ შონის გამო. მაგრად იჩხუბა. მოკლედ ახლა მე ვეჩხუბები პიოტრიანს, მაგრამ UFC მასთან ჩხუბი რომ გადაწყვიტოს, სიამოვნები დაუპირისპირდები. ვინც იმსახურებს და ვინც ჩემთვის საუკეთესო ოპონენტი იქნება, იმას ვეჩხუბები. თუმცა ამ მომენტში პიოტრიანი ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო ბრძოლა მომიგო და ახლა ანგარიში ერთით-ერთია. ის საუკეთესო ვარიანტია საჩხუბრად. მით უმეტეს რომ ქამრისთვის ვიბრძვით. ამ გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ თუ შენომალისთან მომიწევს ჩხუბი, 10 ჯერ იყოს ვეჩხუბები. პრობლემა არ არის. შეიძლება გკითხო, ვიცი რომ სულ რამდენიმე კვირაა რაც ვისაუბრეთ, მაგრამ რამე ახალი ხომ არ ისმის. ვიცი რომ მოთმინებით ელოდები, როდის იტყვის პიოტრიანი რომ ზადაა. აგვისტოში უკვე ჩაინიშნა ისლამისა და იანგარის ბრძოლები. შენ თუ ხსმენია რამე, გაქვს რაიმე მინიშნება, როდის შეიძლება შედგეს იანთან ჩხუბი. ხო, როგორც ჩანს აგვისტოში არ ვჩხუბობ და პიოტრიანისგანაც არაფერი მსმენია. უბრალოდ მას ველოდები და ლოცულობ რომ კარგად იყოს და მალე დაბრუნდეს. არ ვიცი რა გითხრა. პიოტრ, მალე დაბრუნდი ძმაო, ვიჩხუბოთ. ბრძოლა მინდა ხომ იცი? წინა ინტერვიუში რაფზე რომ ვისაუბროთ, ვიცი რომ ეს MMA-ის ჩხუბი არ არის, მაგრამ რადგან აქტიურობის შენარჩუნება გიყვარს, კარგია ამის ქონა. ედგართან მატჩი ჩაატარე, ახლა ჰენრის ხვდები, იქნება აგვისტოში კიდევ ერთი შეხვედრა მოგიხერხოთ. კარგია ამ ყოლაფრით დაკავება, სანამ შენ სატიტულო ბრძოლას ელოდები. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ, რომ რავში ჭიდაობის ეს შესაძლებლობა მაქვს. ასე საქმით ვარ დაკავებული, გონებაც გადართული მაქვს და მაქვს რაღაც საკეთებელი. განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ ჩემს ქვეყანაში ჩავდივარ. ეს უდიდესი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. უამრავი ვარსკვლავი იქნება იქ. ძალიან დიდი ორგანიზაციაა და იმედია ამის შემდეგ UFC-ც შემოვა საქართველოში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგში UFC ჩამოვიყვანო და იმედია მეც ვიჩხუბებ საქართველოში. მეც მსმენია ეს ხმები. დარწმუნებული ვარ შენ ჩემზე მეტი გეცოდინება, მაგრამ ამბობენ, რომ მოლაპარაკებები მიდის საქართველოში ჩასვლაზე. ჩემი აზრით, რაფიზეს ღონისძიება შესანიშნავი დასაწყისი იქნება. ნახავენ პუბლიკას და ინახავენ თუ როგორი აღთუანებულია ხალხი და მერე UFC-ც შევა. წელს იქნება თუ მომავალ წელს. გონია რომ ეს მაინც მოხდება. კი, ვმუშაობთ ამ საკითხზე. მეც მგონია რომ მოხდება და მოკლედ რა მაგარი დროა ხომ იცი? უკვე 7 კაცი ვართ UFC-ში. ახალი ბიჭებიც გყავს. დარწმუნებული ვარ ნახავდი ლევან ჩოხელს. აი უბრალოდ გაანადგურა თავისი ოპონენტი. ეს ბიჭი სტილით ილია თოფურიას გავს. კიდევ ერთი მაგარი სტრაიკერი გხოს, ოთარ ტანზილოვი. ოთარი საოცარი მებრძოლია. ვამაყობ ამ ბიჭით, ჩემი სპარინგ პარტნიორია. მისი დებიუტი ქვემსუბუქწონაში 155 ფუნტში შედგა. ძალიან თანაბარი ჩხუბი იყო. ჩემი აზრით გაყოფილი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, მაგრამ საჯებმა სამწუხაროდ ასე არ ჩათვალეს. თუმცა ოთარი აუცილებლად უფრო ძლიერი დაბრუნდება. ასეა თუ ისე, ახლა საქართველოსდან UFC-ს 7 აქტიური მებრძოლი გყავს, რაც ძალიან ბევრია. ორშაბათს ლევანს ვისაუბრე და თქვა რომ ძალიან უხაროდა შენი და ალჯამენ სტერლინგის იქ ყოფნა. ძალიან უხაროდა რომ მისი ჩხუბი საყურებლად მიხვედით. თან რა იყო? 23 წამში ნოკაუტი. ამაზე უკეთესად საქმეს ვერც გააკეთებდი. კი, მაგარი ბიჭია. ნამდვილად უძლიერესი მებრძოლია. ახალგაზრდა MMA-ის ახალი თაობაა. დიდი გეგმები აქვს. განსაკუთრებით ის, რომ სტრაიკერია და ვფიქრობ, შეუძლია როგორც თქვენ საშუალო, ისე საშუალო წონაში ჩხუბი. ვიცი UFC წონების სვლა დიდად არ მოსწონს, მაგრამ ის მართლა უმაღლესი დონისაა. მერაბ სანამ გაგიშვებდე, სწრაფად გკითხავ. ჰენრისთან ჩხუბის წინ ძალიან თავდაჯერებული იყავი და აბსოლუტურად სამართლიანადაც. გამოხვედი და სუფთად მოუგე. შუა შეხვედრაში მაგ ცუკერბერგსაც კი ესაუბრებოდი. ეს ყველას გვახსოვს. აბა შენი პროგნოზი მითხარი, როგორ წარმოგიდგენია ჰენრი სეჰუდოსთან ჭიდაობის ეს მატჩი როგორ წარიმართება? ვაპირებ რომ მისავე სპორტში ჭიდაობაში მოვუგო. ნახოთ რა მოხდება. ან ის მომიგებს ჭიდაობას, ან მე მოვუგებ. ნებისმიერ შემთხვევაში მატჩის შემდეგ რესტორანში წავიყვან და აუცილებლად დავათრობ.